ახალი წელი იმერული კუჭმაჭის გარეშე ვერ წარმომიდგენია. 100%-ით გეთანხმები. იმერული ტრადიციული კუჭმაჭის რეცეპტით მოვედით. კი მიხვდებოდეთ ახლა საიდანაც უწერთ ამ ვიდეოს სორმონი, ადგილი რომელიც აწ უკვე 20 წელია მე ვსტუმრობ და ხარისხი არის უცვლელად კარგი. მე მაქვს მოხარშული ღორის ხორცი, რომელსაც ფენა აქვს ქონი. ხო, ეს ჭიპის ღორის ჭიპის ნაწილი ასე უწოდებენ. მაქვს გულღვიძლი მოხარშული და დამზადებული და უმატებთ ღორის მოხარშულ წელებს. ხახვი, რომელსაც ჭრით ალყა ალყა ძალიან თხლად, რომ სხვილად არ გამოჩნდეს კუჭმაჭში. ანუ ერთნაირ ზომაზე ვჭრით ხორცეულს. ხორცეულს კი, ერთი ზომით და ერთი ფორმით. კი ბატონო. სადაც ჩაუშვებ, იგი ახლა დამზადებული მქონდა. აბა, ვამატებ ნიორს. კი ბატონო. უცხოსუნელი, კონდარი, ყვავილი და ცოტა გაფრთხილ ქიდს ვამატებ. და რა თქმა უნდა, გემოვნებით ციცაკა და მარილი გენაცვალე. დამთავრდა ამის შექმაზვა დამთავრებულია. ვაცხელებთ კუჭმაჭს. აუცილებლად, იმიტომ რომ ღორის ხორცი აქვს დამატებული. ჩვენი შეხვედრისა იყოს. გაგიმარჯოთ. ვალი, ოქროს ხელები გაქვს. ყველაფერი ისეთი გემრიელი გამოგდის, მარტო ახლა ჭამა უნდა ამას და კარგი გოგო ხარ, მიყვარხარ ძალიან. ძალიან მიყვარხარ. ძალიან. ასე გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ.